ღირს თუ არა მეგობრებო ტემუდან პლანშეტური კომპიუტერის გამოწერა. ვნახოთ ყველამ ერთად ღირს თუ არა და რა ხარისხია. Tab 10 Lite. ვნახოთ აბა. Android-ზე მუშაობს. ფასს ხედავთ ეკრანზე, ეს ფასი აღირდა ტემუზე. ეს პლანშეტი, ტაბლეტი, პლანშეტური კომპიუტერი. ბატარეა 6000 მAh. ჩაერთო ჩვეულებრივად. სტარტი. %-ია მეგობრებო დატენილი, როგორც ჩანს დატენილი. ესეც არ აი ესე აბა ჩავთო ჩემი რომელიმე ვიდეო, მოკლედ ეს ვიდეო. მაღალი კულტურის, მედიცინის, საბრძოლო ხელოვნების, ოქროს, დიდებული ნაკეთობების დამზადების და სხვა ბევრი რამის მაღალ სტანდარტებს. მაშინ ხომ სწორედ ჩვენ გაჩვენებთ ვიდეოს, რომ ნამდვილად შესაძლებელია თემოზე ამ ყველაფერს შეძენა, ოღონდ ყველასთვის არა, ცხადია, რაღაც გარკვეული პროცენტისთვის, მცირე პროცენტისთვის. რაც შეეხება ამ პლანშეტს ეს ვიყიდე იმისთვის, რომ აქ ვიდეო გადაგვიყო, unboxing-ი გავაკეთებინა, განყუთვა. და თუ ვინმეს გინდათ ეს პლანშეტი 2 გიგაბაიტია ოპერატიული მახსოვდება გამოგადგებათ ბავშვებისთვის და ასევე თქვენც საკმაოდ დიდი ეკრანი აქვს ფილმების საყურებლად 10 ინჩიანი ეკრანი აქვს ვიდეოების სანახავად ბრაუზინგისთვის და მხოლოდ ესეთი მარტივი ქმედებებისთვის კარგი ეკრანი აქვს დაცვის რეჟიმი გამოსხივებისგან დაცვის რეჟიმი და შესაბამისად თვალებსაც არ გადაგიღლით შესაბამისად ეს იყიდება იმ ფასად ზუსტად მოგცემთ იმ ფასად რა ფასად შევიძინე თვითონ ტემუზე ზუსტად იმ ფასად და ერთი თეთრი არ დაემატება ეს არის დაახლოებით 170 ლარი შეიძლება როგორ უნდა შეეძინოთ ახლა ამ ვიდეოს გაგრძელებაში იქნება ოღონდ ყველას არ გექნებათ არ გაქვთ შესაძლებლობა რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ ვინაიდან ყველას არაძლევს ტემუ უფლებას რომ შეეძინოს მეც რამდენიმე ხნის წინ მომცა ამის უფლება და ეგრევე გადავწყვიტე რომ მეყიდა ეს unboxing-ისთვის ეს პლანშეტი. ეს არის მინიმალური, ამით იწყება, რეალურად უფრო უკეთეს ხარისხებიც არის, მაგრამ 10 ინჩიანები, ანუ ამ ხელა ეკრანიანი იწყება ამით. ასევე 300 ლარზე მეტი ყიდვის უფლებას ტემუ არ იძლევა მათ საიზე, ვინაიდან ეს ტემუს ბრალი არ არის, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის ბრალი, მე როგორც ვიცი, 300 ლარზე მეტი უწევს გამბაჟება უკვე როცა შემოდის 300 ლარზე მეტ ნივთის გამბაჟება უწევს საზღვარზე და ვინაიდან ტემუ იხდის ხოლმე ამ ყველაფრის თანხას, ანუ ჩამოტანის თანხას, მოტანის თანხას, ტემუს მოუწევდა გამბაჟებას, ამიტომ ეს ცხადია ტემუმ უარყო, რომ 300 ლარზე მეტი საქართველოსთან შეძენის საშუალება არ ჰქონდეთ ქართველებს და ეს არის ქართული კანონმდებლობის ბრალი. ჩემი ვარაუდი ასეთია, იმიტომ რომ მე როგორც უყურებ, უცხოეთიდან თავისუფლად ხდება შეძენა 300 ლარზე დიდი ლეპტოპები, უშუალოდ იყიდება ლეპტოპები, დიდი პლანშეტები, ვიდეო კამერები და ფოტოკამერები და ამ შემდეგ დიდი და კარგი ხარისხის ისინი და საქართველოსთან მარტო 300 ლარამდე შესაძლებელია ყიდვა ამ ნივთის. მოკლედ, თუ ვინმეს გინდათ ეს პლანშეტი, შეგიძლიათ მომწეროთ პირადში და თუ არა და გააგრძელოთ ვიდეოს ნახვა, ვისაც აინტერესებდა ნამდვილად შესაძლებელია თუ არა ტემუზე ამ ნივთის შეძენა. დავწმუნდით პირველ რიგში რომ ნამდვილად შესაძლებელია, მოდი ზებნაში შევწეროთ ტაბლეტ Android-ი და აქ ამოვაგდო ძალიან ბევრი Android ტაბლეტები, მათ შორის რამდენიმე მე უკვე გალათაში მაქვს და საუკეთესოები მაქვს შერჩეული ჩემი აზრით, რომელიც ყველაზე კარგი ვარიანტია და ნუ აქ არის ძალიან ბევრი და ფასები სხვადასხვა არის. მაქსიმალური, აი ნახეთ, ეხლა ნახეთ. აი რასაც გეუბნებოდით, მაქსიმალური რო ჩავწეროთ, ეს არის 299 ლარი. 300 ლარზე მეტი არ გაქვთ უფლება შეეძინოთ ტემუზე. ეს არის მაქსიმალური თანხა. და მე როგორც ვარაუდობ, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის ბრალი, ვინაიდან 300 ლარზე მეტ ნივთს უწევს გამბაჟება და ამ ნივთის გამბაჟება მოუწევდა თვითონ ტემუს.
ამიტომ ეს შეზღუდვა დაწესებულია აქედან გამომდინარე. მოდი ახლა გადავიდეთ ჩემს მიერ შერჩეულ 5 ყველაზე 5 არ მეტი ყოფილა. ყველაზე კარგ პლანშეტებში ეს არის პირველ რიგში, ყველაზე დაბალფასიანი ეს არის 113 ლარიანი, 7 ინჩიანი, ის 10 ინჩიანი იყო, თითქმის ორჯერ მეტი. ტაბლეტი შესაბამისად ეს არის, ამის 4 გიგაბაიტია სხვა შორის, ამის ოპერატიული მეხსიერება და ამით შეგიძლიათ იყო PUBG-ზე საუბრობთ ბავშვები გვეკითხებიან და PUBG-ს თამაში შეგიძლიათ მინიმუმ უნდა იყოს 4 გიგაბაიტი RAM, იმიტომ რომ ოპერატიული 2 გიგაბაიტი ჭირდება PUBG Mobile-ს და რაღაცა ოპერატიული ჭირდება თავად სისტემასაც და შესაბამისად მთელი სისტემა რო წაიღოს მთელი ოპერატორი რო წაიღოს PUBG, მერე სისტემას აღარ რჩება და ჭედავს ხოლმე. ამიტომ მინიმუმი არის 4 გიგაბაიტი და 4 გიგაბაიტიანია ეს. ამით შესაძლებელია შეიძინოთ კი რა, ითამაშოთ PUBG და ესეთი თამაშები, რომელიც მობაილ თამაშებია და დიდი ოპერატიული არ ჭირდება. შემდეგი არის 7 ინჩიანი, ესეც ოღონდ ეს არის უკვე 8 გიგაბაიტიანი და ამით ეს 164 ლარი ღირს და ამით შეგიძლიათ ძალიან მარტივად ითამაშოთ უფრო უკეთეს თამაშები და PUBG კიდევ უფრო მარტივად. ესე 7 ინჩიანი და 8 გიგაბაიტია ოპერატიული მახსიერება და ეს უფრო ფილმებიც, ვიდეოების ნახვაც ამაში უფრო ძალიან მარტივი იქნება და ბრაუზინგიც მარტივი იქნება. შემდეგი არის უფრო ძვირიანი, ეს არის 300 ლარიანი და ამას აქვს 12 გიგაბაიტი RAM-ი, ანუ ოპერატიული მეხსიერება და ეს არის ძალიან კარგი ვარიანტი ტაბლეტებში, რაც კი აქ არის და ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი რეალურად და ამ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ და ეს არის 10 ინჩიანი სხვა შორის 10 ინჩიანი ის ზუსტად ის ზომა რაც მე ჩამომივიდა ოღონდ ცხადე ეს არის 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. ესეც 10 ინჩიანია 215 ლარი ღირს და ასე აქვს უკვე 8 გიგაბაიტი RAM-ი, ესეც კარგი ვარიანტია. აი ნახეთ. ოღონდ 8 გიგაბაიტი ქონია აქ წერია ფოტოზე წერია რომ 4 და 4+4 მაგრამ ქვემოთ წერია რომ 800+4 4 მინიმუმ აქვს ამას და მე მივწერ და გავიგებთ რეალურად რომელია სიმართლე. ეს არის ეს ნამდვილად 4+4-ია, 4 გიგაბაიტი RAM-ი და 4-ის დამატების საშუალება არის. ამაზე შეგიძლიათ ესეც 10 ინჩიანი და 254 ლარი ღირს. და ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი ეს არის 178 ლარიანი ვარიანტი 8 ინჩიანი, ანუ 7 ინჩიანი იყო პირველი რო გითხარით, მე რო ჩამოვიდა ეს 10 ინჩიანი და ეს არის საშუალო, ძალიან დიდიც არ არის, ხელში მარტივად ფილმების ვიდეოების ყურება, ძალიან მარტივად შეიძლება, მოსახერხებელია და რაღაც საჩუქარიც მოყვება სადგამი ეთყობა. კეისი მოყვება 8 გიგაბაიტი 4 გიგაბაიტი RAM-ი აქვს და 8 გიგაბაიტის დამატების საშუალება აქვს. ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი რეალურად მე რაც შევარჩიე, რაც შემიძლია გირჩიოთ და 5000 მAh-იანი ბატარეა და შესაბამისად პატარა ეკრანი რო აქვს უფრო დიდხანს გაძლებს. 9 საათი მუსიკა უწერია, ზარები, როგორც ჩანს ისიც იქნება, რა ქვია. შეიძლება ხო, Wi-Fi-ით და მე უკვე მითი რა ქვია. WhatsApp ზარები და შემდეგ. ვიდეოები 7 საათი, ბრაუზინგი 5.5 საათი და ეს არის ყველაზე კარგი ვარიანტი და მოინიშნეთ. მოკლედ ეს არის სულ ის არის მეგობრებო, მე რაც მაქვს ის არის დაახლოებით 170 ლარიანი. დიდი არის 10 ინჩიანია, მაგალითად ეს 7 ინჩიანია და მაგის ეკრანის ნახევარი არაა და იგივე ფასი ღირს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის RAM-ი არის 8 გიგაბაიტი. შესაბამისად ეს სულ ის იყო მეგობრებო დღევანდელი ვიდეო, მომწერეთ პირადად ვისაც გინდათ შეძენა. ჩემს მეჩ გამოწერილი ლეპტოპის, მე პლანშეტური კომპიუტერის, მე ხა სხვა პლანშეტურ კომპიუტერს გამოვიწერე იმისთვის რომ ნახოთ, აი მოთხოვნა იყო ბავშვებისგან რომ ნახეო PUBG როგორ მუშაობს ამ ტაბლეტებზეო და ისიც შევარჩიო რომ PUBG კარგად მუშაობდეს, არ ჭედავდეს ამ ლეპტოპებზე. დიდი მადლობა.